ფოთის ნომერ 70 საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისთვის გადამზადების პროცესი გრძელდება. დღეს ტრენინგები ფოთის 2 ლოკაციაზე ჩატარდა. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, გუშინ პოლიტიკური პარტიების კანდიდატების წარდგენის ვადა მოიწურა. ფოთის მერობისთვის 2 კანდიდატი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან ბექა ვაჭარაძე და პარტიიდან გახარია საქართველოსთვის შალვა კერესელიძე იბრძოლებს. ფოთიდან სულ 4 პოლიტიკური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ესენია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, გახარია საქართველოსთვის, ძლიერი საქართველო, ლელო და კონსერვატორები საქართველოსთვის. 2025 წლის 4 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა როგორც პარტიული სიები, ასევე მაჟორიტარები და მერები. ესენი არიან კონსერვატორები საქართველოსთვის, რომლებმაც წარადგინეს პარტიული სია და ასევე მაჟორიტარები 7 მაჟორიტარულ ოლქში. მოგეხსენებათ, რომ ფოთში არის 10 მაჟორიტარული ოლქი და აქედან კონსერვატორებმა მხოლოდ 7-ში წარადგინეს მაჟორიტარი კანდიდატები. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათ წარადგინეს როგორც მაჟორიტარები ყველა 10 მაჟორიტარულ ოლქში, ასევე პარტიული სიები და მერობის კანდიდატი. გახარია საქართველოსთვის მათ წარადგინეს როგორც პარტიული სია, ასევე მაჟორიტარები 5 მაჟორიტარულ ოლქში და მერობის კანდიდატი და ძლიერი საქართველო ლელო წარადგინა პარტიული სიები და ასევე 5 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარები. ანუ აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ორადოვი პარტია, რომელსაც ყავს მერობის კანდიდატი, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და ასევე გახარიას პარტია. აი ეს დოკუმენტაცია, რომელიც შემოვიდა ჩვენთან საოლქო კომისიაში, რა თქმა უნდა, საოლქო კომისია მას გადახედავს და თუკი ყველაფერი წესრიგში არის დოკუმენტაცია, რა თქმა უნდა, რეგისტრაციაში გაკარდება როგორც პარტიული სია, ასევე მერობის კანდიდატები და მაჟორიტარები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.